ფასიანი ხდება Facebook-ი, რა ხდება, რა გვეშველება. რა თქმა უნდა, უფასო ვერსია დარჩება ისევ, არის ნერვულად მაგაზე. ჩვენ ქვეყანაში ძალიან დიდი პრობლემაა ციფრული წიგნიერების ხრივ. თუ ბევრ ადამიანს დათაგავ ჩემ პოსტზე, შევროლეს წლევანდელ მოდელს გაჩუქებთო. ქართულ ბევრი გვერდი სქემერობის პრინციპზე დგას. გამისამართებენ რაღაც ლინკზე, გახდევინებენ თანხას, მერე ტყდება Facebook-ები, ტყდება აკაუნტები, გამოსავალი რა შეა. ფიქრობ, რომ ადამიანს რო ასწავლი ინტერნეტის გამოყენებას, კომპიუტერის გამოყენებას, ინგლისურს, დაინახავს ძალიან დიდ შესაძლებლობებს. და თვითონაც განვითარდება. სისტემური პრობლემა განათლების სამწუხაროდ. ყველას უჩვერო სანამ კურსს აიღებენ, თუ ციფრული მარკეტინგის ლექტორი ამბობს, რომ მე full time ლექტორი ვარ და არ ვმუშაობ არსადო, მაგასთან არ უნდა გაიარო. თუ არ მუშაობ ამ სფეროში არაფერი არ იცი ესე იგი. ძალიან ცუდი მდგომარეობა თითქოს მარკეტინგში. ციფრულ მარკეტინგში ორად იყოფიან. ერთი არის რომელიც 200% ყველაფერს აკეთებს, მეორე მხარე ვინც ამბობს, რომ მე კონკრეტული მიმართულებით მუშაობ. რაღაცები ჩვენი ბრალიცაა ფრილანსერების. ჩვენ საკუთარი თავები უკეთ არ დავაფასებ. უსწრად შეეხება, მე ყოველთვის ვამბობ, რომ თუ შენ რაღაც მარტივი ბიზნესი გაქვს, ან მასაზე გათვლილია, კი ბატონო, პირიქით დაბუსტე. შენს ლოკალურ ბაზარს რო ეშველება, ანუ იმ სოფელს რო ეშველება, დაბას რო ეშველება, რეგიონს რო ეშველება, მე ჩვენ ქვეყანასაც ეშველებათ. ხელოვნური ინტელექტი ჩვენ ცხოვრებაში უკვე ისეა შემოსული და ისე შემოვა, რომ პროფესიებს გააქრობს, ეს ვიცით. მეგობრებო, ეს არის ჩვენი გადაცემა ფრილანს ფანჯარა და ჩემი სტუმარია ალექსანდრე ჩომახიძე, რომელიც არის ციფრული მარკეტინგის გურუ დღეს საქართველოში. თამამად შემიძლია ვუთხრა ყველას ფრილანსერს თუ არა ფრილანსერს, ერთ-ერთი ფუძემდებელია თვითონ ამ პროფესიის განვითარების, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა და დღეს სწორედ ამიტომ მოვიწვიე, რომ ვისაუბროთ მიმდინარე მოვლენებზე, ამ სფეროში, ამ ინდუსტრიაში, გამოწვევებზე, ფრილანსერობაზე და ასე შემდეგ. გამარჯობა, ალექსანდრე. მადლობა მოწვევისთვის. მადლობა შენ პირიქით რომ მოხვედი. ალექსანდრე იყო ჩემი ლექტორიც ციფრული მარკეტინგის და მისი წყალობით ძალიან ღრმად დავეუფლე მაქსიმალურად ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში იმ დროს ამ სფეროს. ისე როგორ ხარ? კარგად. ახალი მტრები, მაგრამ უფრო მეტი კარგი ახალი მეგობარი. ხო, ანუ ზოგადად ძალიან ცუდი მდგომარეობა თითქოს მარკეტინგში. ერთ-ერთი ხარ, ვისაც აი რაც ვიცნობ, არ გაუწყვეტია კომუნიკაცია არც ერთ სივრცეში ამ საკითხთან დაკავშირებით, რომ ცნობიერება შეეცვალა. აი თავისი კურსებით, ბლოგებით, შენი ვიდეოებით, ანუ სულ წერ LinkedIn-ზე, Facebook-ზე, Instagram channel-იც გააკეთე და მან დაცვარ და სულ ვცდილობ რომ ხალხს გააგებინო, მეტი ასწავლო, რაც ახალი ხდება. მათთვის ხელმისაწვდომი გახადო ყველანაირი ფინანსური ინტერესის გარეშე, როგორც ერთი რიგითი კეთილი ადამიანი, რომელსაც უბრალოდ უნდა რომ გააუმჯობესოს ეს მარკეტინგული, ფრილანსერული ეკოსისტემა. რომ გებრძვიან, რატო გებრძვიან? მოკლედ, თავიდან ეს თემა რო დაიწყო საერთოდ პირველი ჩემი ციფრული მარკეტინგის პროექტი არ იყო ქართული. მაშინდელ freelancer.com-ზე ორი პროექტი მქონდა და ჩემი მეგობარი, სამწუხაროდ ჩვენთან აღარ არის გიგა აბულაძე, მითხრა რომ მოდი გაგაწევრიანებ. მეც ვიცნობდი გიგას. გაგაწევრიანებ რამოდენიმე ჯგუფში და თუ შეგიძლია ხალხს რაღაც კითხვებზე გასცე პასუხიო. ამ ჯგუფებში გავწევრიანდი. ნახე რომ ძირითადად თუ პასუხს სცემდნენ რამე კითხვაზე ან ტყუილი იყო, ან ნახევრად პასუხს სცემდნენ და დანარჩენში თანხას ითხოვდნენ ისეთ რაღაცაში, რაც აი ვფიქრობ ლარი 2 ლარი უნდა ღირდეს ალბათ და ძალიან დიდ თანხებით ჩარჯავდნენ. დავიწყე ბლოგების წერა, კომენტარებს პასუხს ვცემდი, ალბათ ენციკლოპედიის ხელს წერდი ხოლმე. მახსოვს, ხო, დღემდე ესეა. და როგორ ნახულობ ამის დროს მართლა არ მესმის? მეც არ ვიცი. და ყველას ვცემდი პასუხს. მაგრამ საბოლოოდ ისე მოხდა, რომ ამ სამი ჯგუფიდან ორმა ჯგუფმა დამბლოკა. ჩვენ ბლოგებს აღარ გითხოვენ და რაშიც თანხას ვიღებდით, უბრალოდ თანხას აღარ იხდისო ეს ხალხიო. ერთ-ერთ ჯგუფში დავრჩი ადმინი. ეს იუზერი. გაუბრაზდი მაგაზე ძალიან და მეთქი ჩემს სასტუმროს ხსნით ხო რა.
და ჩემ ჯგუფშიც დაპოსტე და მითხარი რომ ჯგუფი გავაკეთე და დავპოსტავო. კი ბატონო, ხო, არ მიყვარს ეგრე სპამერულად და კომენტარებში ვიღაცებით დადება, ამიტომ ხო, გთხოვე ეგ რა თქმა უნდა. არც ერთი ადამიანი არ მომიწვევია, დღემდე ბოტები ან ვინმე თუ ფილტრავდა. ამჟამად 14000 ადამიანია და ისევ სტანდარტულად მიუყვებით იმ თან ძალიან აქტიურია 14000-ის კვალობაზე ხა. ჩემი 48000-ია, მაგრამ ეგეთი აქტიური არ არის როგორც შენი. კი, ვცდილობ რომ გავფილტრო არა აქტიური ხალხი და მსგავსი სპამერები ან ბოტები რომ ისევ აქტიური დარჩეს კი. მე ვცდილობ მაგას და სხვათა შორის ხა Facebook-ის გურუც ხარ შენ და ძალიან პრობლემები აქვს ამ ჯგუფის მენეჯმენტის პლატფორმას. აი unavailable რო არის მემბერები, რომლებიც ძირითადად ბოტები არიან, გაუქმებული აკაუნტები და ასე შემდეგ. ვერ ვშლი ხოლმე, მინდა რომ წავშალო, ხან 12-ს მიჩენს, ხან 25 წლის რო ჩამოვსკროლო და 300-ზე ჩავსულო რომ მომენიშნა და წამეშალა, არ მაშლევინებს, იმიტომ რომ ჩემთვისაც მნიშვნელოვანია, რომ ის კომუნა, რასაც ვაშენებთ და რასაც ვქნით და ვფიქრობ, რომ დღეს უფრო დაფასებული უნდა იყოს ქართველ მარკეტერებთან. Facebook ჯგუფები მათ შორის. არა მარტო Facebook, ეხა ამ მიმართულებით არაერთი პრეზენტაცია იყო, ჩატარდა რამდენიმე თვის წინაც, თუ სწორად მახსოვს, მოსალოდნელ ცვლილებებზე, მაგრამ ეს ცვლილებები არ ჩაშვებულა. და შენ თუ ხარ ამ ყველაფრის საქმის კურსში, რა იგეგმება ზოგადად სამომავლოდ, ალბათ სხვა ჯგუფის ადმინებსაც შეიძლება აინტერესებდეს. ნუ ჩვენთან ადმინესისტი ჩაირთო, მაგრამ რა თქმა უნდა, გამოუსადეგარი იყო საბოლოო ჯამში. მაგრამ პრობლემა მთავარი ის არის, რომ ჩვენი ქვეყანა ამჟამად ავსტრალია და დიდი ბრიტანეთის მეტას კანონმდებლობას ექვემდებარება. ანუ იქ რაღაც სიახლეები შემოდის, ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან ერთად ნელ-ნელა ჩვენთანაც შემოდის. მაგრამ ახლა პრობლემა დიდ ბრიტანეთში ძალიან ბევრი რეგულაციებია ისეთი, რასაც შეიძლება ვერ გაწვდეს მეტაფიზიკურად და შესაბამისად საქართველოში ვერ ვეღირსოთ. ჩვენაირ ქვეყნებში უფრო მოდის ხოლმე ეს სიახლეები, მაგრამ პრობლემა რა არის ახლა? ჩვენი ქვეყანა, ასე ვთქვათ, მეტრონომივით მარცხნივ-მარჯვნივ ტრიალებს და არ ვიცით რა მიმართულება გვექნება ჯერჯერობით. ამიტომ ეს როდესაც რაღაც მიმართულებას ავიღებთ და საბოლოო გეზი გვექნება, მაქედან გადაწყდება ჩვენი ქვეყანა ისევ ავსტრალია, დიდი ბრიტანეთის მეტას წესებს დაექვემდებარება, თუ ისევ ამერიკას დაუბრუნდებით, ან აზიის ქვეყნებზე გადავალთ. თუ მოხდა და აზიის ქვეყნების წესებზე და განახლებებზე გადავედით, რაც იყო იმაზე უარესი გახდება და რამე კარგი განახლება თუ იყო, შეიძლება პირიქით კიდევ უკან წავიდეს. ამიტომ მაგაზია დამოკიდებული, რა კარგი სიახლეები გამოჩნდება ჩვენთან. მე ვუყურე შენს ვიდეოს, როდესაც საუბრობდი ბიზნეს მენეჯერების subscribe based გამოყენებაზე, რომ შეიძლება გადავიდეთ და ეხლა ინდოეთში იტესტებაო რა. ძალიან კარგი სიახლეა. რატომ ალექსანდრეს მოგვიწოდებს არ დაბუსტოთ? იმიტომ რომ ძალიან ბევრი დღეს ვისაც ციფრულის მარკეტინგობა სურს, ან ისწავლა, ან პატარა ბიზნესი აქვს, სტარტაპი, ვერ დავარქმევდი, უფრო ბიზნესი. რაღაცას აკეთებს, რაღაც ტრანსაცმელი ჩამოაქვს ჩინეთიდან და ყიდის, ხო? ბუსტავენ, რომელიც ხშირ შემთხვევაში მართლა ძალიან ეფექტურია. ძალიან ეფექტურია, მაგრამ საბოლოო ჯამში pages ხარისხზე მე თვითონ პირად აკაუნტზე ურტყას რაღაც პერიოდში ბლოკება. შეიძლება მაგის გამო გვერდი დაიბლოკოს, გვერდი წაეშალოს და აი ამ პროფესიისადმი დამოკიდებულებასაც თითქოს აკნინებს. სწორედ ეს subscribe based დამოკიდებულება მე ვფიქრობ, რომ მართლა გაუმჯობესებს. თუმცა ეს შენს აღნიშნე და შენი აზრი ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია. კი ბატონო, ამას დიდი გამოხმაურება მოყვა. ცოტა ისეთი კითხვები წავიდა, ფასიანი ხდება Facebook-ი, რა ხდება, რა გვეშველება. რა თქმა უნდა, უფასო ვერსია დარჩება ისევ, არ ნერვულობთ მაგაზე, მაგრამ ფულის მახეც არის, მაგრამ თან არ არის. ცუდამები გვექნება უბრალოდ შეზღუდული რაღაც ფიჩერებზე. კარგი ის არის, რომ ბოტები და რაღაც fake და scam ბიზნესები უფრო მოიკოჭლებენ და ამ კუთხით ვეღარ გაკაჩავენ. უფასო კი დარჩება, მაგრამ გარკვეულ სფეროებს, აი მაგალითად უძრავი ქონების სფეროებს, ჩემი აზრით დაჭირდებათ დაახლოებით $120 subscription-ი. იმიტომ რომ მაგის გარშე ფიზიკურად ვერ იმუშავებენ. ამიტომ კი მეტა გეუბნა რომ უფასო ვარიანტს გიტოვებ, მაგრამ შენ შეიძლება შენი ბიზნესი ვერ განავითარო ამ უფასო ვარიანტით და გიწევსო წინ წახვით. ნუ გემბლინგის რეკლამა საქართველოში ისედაც შეზღუდულია და ზოგიერთ ქვეყანაში, მაგრამ ალბათ
სხვა ქვეყნებში გაცილებით მეტის დახარჯვა მოუწევთ ვიდრე აქამდე. კი, რა თქმა და უნდა. პოლიტიკურ პარტიებს მათ შორის. კი, და დამოკიდებულებასაც შეეხება, ზუსტად რამოდენიმე დღის წინ შემხვდა ვიდეო, ერთ-ერთი პოლიტიკოსი ამბობდა ერთ-ერთი სხვა პოლიტიკოსის თანამშრომელზე, რომ სოცმედიასო უხდისო 4000-ო წარმოიდგინეთ ხალხო, მაუსზე თითის დამჭერს უხდისო ამდენსო და მანდაც საკმაოდ განუვითარებლობა გვაქვს. ეგეც ძალიან ცოტაა პოლიტიკოსის სოცმედიისთვის ჩემი აზრით, იმდენად დიდი სამუშაო აქვს ჩასატარებელი იმ ადამიანს. კი ბატონო და თუნდაც აი სქემ ბიზნესებს რო შევეხოთ, გუშინ ერთ-ერთი გვერდი წერდა, რომ თუ ბევრ ადამიანს დათაგავ ჩემ პოსტზე, შევროლეს წლევანდელ მოდელს გაჩუქებთო. და ერთ-ერთმა ადამიანმა დამთაგა, რომელიც არის კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი, რომელიც უნდა ერკვეოდეს ფიშინგში, სქემებში და დამთაგა რა ამაზე. მე დავარეპორტე ეგ პოსტია, დღეს ზუსტად გავრცელდა, რომ სქემი იყო და ბევრი ადამიანი მოტყუდა მაგისგან. ცნობილი ფაქტია ეს ციფრულ მარკეტერებში, რომ იდება პოსტი, ფოტოთი, მე სტატია ებმევა კომენტარში და დააკლიკე თუ გაინტერესებს მეტი დეტალი, ტრაფიკის გენერაცია, რემარკეტინგისთვის და ასე შემდეგ გამოიყენება. ქართული ბევრი გვერდი და შეიძლება არიდგნენ ამის უკან ქართველები, დიდი სურვილი მაქვს ყოველ შემთხვევაში. ზუსტად ასეთი სქემერობის პრინციპზე დგას. გამისამართებენ უმიზნოდ რაღაც ლინკზე, გახდევინებენ თანხას, მერე ტყდება Facebook-ები, ტყდება აკაუნტები და ამის საფუძველზე აქვთ მათ უკვე შემოსავალი. კი, ჩემო მეგობრებმა დამირეკა იმ დღეს რაღაც საიტი ვნახე, ბარათისმალცები შევიყვანე და გიწერს დახაკულია თუ არაო და ბედნიერმა მითხრა, რომ ყველაფერი ოკეიაო. ჩვენ ქვეყანაში ძალიან დიდი პრობლემაა ციფრული წიგნიერების მხრივ. ერთ-ერთი პირველები ვართ ვიეტნამის ბოტების ფერმებს რო ეძახიან, რომ ჩვენთან აკაუნტები ტყდება და შემდეგ ცუდი მიზნებისთვის იყენებენ და ამ ბევრ აკაუნტს რაღაც კომენტარებს აწერინებენ. მაგრამ ბუსტრად შეეხება, მე ყოველთვის ვამბობ, რომ თუ შენ რაღაც მარტივი ბიზნესი გაქვს, ან მასაზე გათვლილია, კი ბატონო, პირიქით დაბუსტე, რატო ირთულებს საქმეს, მაგრამ სფეროები თუნდაც სამშენებლო უძრავი ქონება ან მსგავსი რთული პროდუქტები, რომელსაც დეტალური თარგეტირება სჭირდება, რა თქმა უნდა, იქ ბუსტი არ გიშვებს, ეგ სჭირდება უფრო მეტი. თავარია რისი პრეტენზია აქვს ბიზნესს, სადამდე უნდა მივიდეს, უნდა ერთ ადგილზე გაჩერდეს, სულ იყოს რაღაც შემოსავალი, თუ უნდა განვითარება, რომ ბრენდი გახდეს. ჩვენთან უჭირთ ამის გაგება, აი თუნდაც ბრენდინგის კუთხით რამდენი უყურებს სულელურად შეუძლია, რომ ონლაინ გადმოწეროს რაღაც ლოგო და თქვას, რომ აი ესაა ჩემი ლოგო და რეალურად იქ რამდენი რაღაც უნდა იყოს ჩაქსოვილი. ციფრული წიგნიერება თუ განვითარდება ჩვენ ქვეყანაში და ისევ ეს დამოკიდებულია თუ ჩვენი ქვეყანა რა მიმართულებით წავა. გვეშველება ვფიქრობ. თუ არა და თუ იმ მიმართულებით წავიდა, საითაც არ უნდა წავიდეთ არავითარ შემთხვევაში, დიდ პრობლემას გამოიწვევს როგორც ციფრული წიგნიერების კუთხით და ინტერნეტში რაზეც წვდომა გვაქვს, ეგ კიდე უკან წავიდეს. სამწუხაროდ ჩვენ და პოსტსაბჭოთა ქვეყნები შეჩვეულები ვართ, რომ ყველაფერი გვაქვს პირატულად მოპარული და გატეხილი. მათ შორის ფილმები. კი, ფილმები ზუსტად და პროგრამები. მაგრამ პრობლემა იცით რა არის? მესმის რომ ადამიანს შეიძლება თანხა არ ჰქონდეს რა მაგიტომ გატეხოს. ეს სრულად გასაგებია. მე პირატულ კონტენტს ცოტა სხვანაირად უყურებ, მაგრამ ხალხი რომელსაც აქვს საშუალება, შესაძლებლობა ჩვენს ქვეყანაში მინახავს, რომ მაინც გატეხილი დაკრეკილი ვერსიები აქვს, ასე ვთქვათ და ეს ცნობიერებაც ასამაღლებელია. უბრალოდ აი ფილმების ვებსაიტი რო დაიბლოკა ჩვენთან, ჯერ ვფიქრობ ძალიან ადრე იყო, იმიტომ რომ ბევრი ადამიანი გაანათლება სწორედ მაქედან. მე მგონი პოსტი მახსოვს, არ გადამოწმებია, იმიტომ რომ ფილმების ყურების დრო ნამდვილად არ მაქვს. იმედია საბოლოოდ დაბრუნდა. და თუ უყურებ აჩქარებით ვუყურებ ხოლმე. ცოტა გიჟურა. მაგრამ ხო, კონკურენცია ვერ გაუწია უბრალოდ სხვა პლატფორმამ და მაგიტო. კონკურენცია რო გაეწია, მაშინ ძალიან დიდი ფინანსური რესურსი უნდა ჩაედო იმისთვის, რომ ლეგალურად მოეპოვებინა ის ფილმები, რასაც ხალხი უყურებს და გარკვეული ბაზა შეექმნა იმისთვის, რომ მე მინდა მაგალითად 90-იანი წლების რაღაც ფილმის ნახვა, ან ქარწაღებულების ნახვა, მინდა ჩემი საყვარელი ფილმია და შევიდე და მივყურო. იცი რა მაინტერესებს? ძალიან ბევრი კურსია დღეს საქართველოში. ციფრული მარკეტინგის. ბუნებრივია, უნდა იმსჯელოს ნებისმიერმა ადამიანმა, ვისაც ამ სფეროს შესწავლა უნდა, კურსის ხარისხზე, სილაბუსიდან და იქიდან გამომდინარე თუ ვინ დაამთავრა და სად დასაქმდა
და როგორ მუშაობს, იმიტომ რომ ამაზე მეტყველებს პროფესიონალიზმი ამ ადამიანის განპირობებულია განათლებით, ხო? ნუ რა თქმა უნდა პრაქტიკასაც მოაქვს, მაგრამ ანუ საბაზისო სკილები თუ აკადემიამ კარგად მისცა, ესე იგი დასაქმდა. ძალიან ბევრი კურსია, ძალიან დიდი კონკურენცია. ერთის მხრივ კარგია, იმიტომ რომ კონკურენცია არის გამოწვევა კიდევაც, რომ ერთმანეთი განავითარონ, რაღაცა შეეჯიბრონ, უკეთესი რაღაც დანერგონ, შესთავაზონ, ხარისხის გაუმჯობესებაზე იზრუნონ, მაგრამ ხანდახან ესეც არ ხდება ხოლმე რა. და ხალხი სწავლობს, იხდის ამაში ფულს, საკმაოდ დიდ რესურსს დებს და არ იღებს ღირებულ და ხარისხიან ცოდნას, რითაც მერე უკვე თვითონ აი ეს ფრილანსინგის ბაზარი ფუჭდება. ამაზე ძალიან ხშირად ვისაუბრებ, ძალიან ბევრჯერ ვახსენებ ამას, რომ ბაზარი ფუჭდება, მაგრამ ეს იყო ყოველთვის ჯგუფის მიზანი, ფრილანსერის და დღემდე რჩება. თუ სწავლობენ ხარისხიანად უნდა სწავლობდნენ და მერე ამბიცია თუ ექნებათ, რომ კარგები არიან და ძლიერები, მართლა ფუნდამენტი ჰქონდეთ ამისა. იმიტომ რომ დღეს არის ისეთი თაობა მოსული, რომელსაც გონია რომ აქვთ ცოდნა, იმიტომ რომ სასწავლებელმა ჩაუდო ეს ცოდნა, მაგრამ სინამდვილეში ეს ცოდნა არ აქვთ. მაგრამ აქვთ ამბიცია რომ გქონდეთ მაღალი ხელფასი, იმუშაონ კარგ სამსახურში, დაიწყებენ მუშაობას, ეს უწყვეტი წრე, რომელიც არის ჩაკეტილი, არაფრით არ წყდება. მე ვფიქრობ ჩვენ კონკურენცია არ არის და გეტყვი რატო. ძალიან ბევრი კურსია, ძალიან ბევრი ეგრეთ წოდებული გურუ გამოჩნდა, მაგრამ საბოლოოდ ხარისხი არის ისევ და ისევ დაბალი. ზე მარკეტერები? კი ბატონო. მე ჩემი ლოზუნგი არის რომ ყველაფერს სწავლა შეგიძლია ონლაინ სრულიად უფასოდ. მაგრამ ერთ-ერთი კურსის აღებას მაშინ ვამართლებ, როდესაც ფიქრობ რომ რაღაც დონეზე გაიჭედე და უფრო წინგინა წახვიდე. ყველას ურჩევ რომ სანამ კურსს აიღებენ, ჯერ საბაზისო დონეზე ონლაინ ისწავლონ თვითონ უფასოდ, რომ შემდეგ შეძლონ სწორად შეაფასონ ლექტორი. ამაზე გაიდიც მიდევს როგორ შეაფასონ. აი თუ ციფრული მარკეტინგის ლექტორი ამბობს, რომ მე full time ლექტორი ვარ და არ ვმუშაობ არსადო, მაგასთან არ უნდა გაიარო. ანუ არაფერი არის. თუნდაც აი რო თქვა რომ მე დეველოპერი ვარ, მაგრამ აღარ ვმუშაობ და უბრალოდ ვასწავლი. მოძველდება აი ყველაფერიც, არაფერი არ გამოვა. კონკურენცია იმიტომ არ არის, ფიქრობ რომ მე შევწყვიტე ჩემი კურსები, 3 წელი ვატარებდი კურსებს და ძირითადი მიზანი ქველმოქმედება იყო, 6 თვიანი იყო ჩემი კურსი. ყოველთვის წყვეტა იყო და აი არ ყოფილა შემთხვევა, რომ არ ყოფილიყო ასე ვთქვათ, შეზღუდული ადგილი. ეგეც არც რეკლამით არაფრით, ისე და ისევ ჩემი სტუდენტების წარმატებით. ანუ რაც უფრო წინ მიდიოდნენ სტუდენტები, უფრო მეტი მოთხოვნა მოდიოდა ამ კუთხით რა და ამჟამად გაივლიან კურსს, შეიძლება ინანონ რაღაც მომენტში, ვერ დაიწყონ მუშაობა და მერე ხვდებიან თუ სად უნდა წავიდნენ სწორად, მაგრამ სამწუხაროდ ბევრი ვერ ხვდება და მაინც ჩემი რჩევა იქნება, რომ რაღაც დონეზე მიხვიდე და შემდეგ შეაფასო შენი მომავალი მენტორი. მაგრამ რაღაც დონეზე თუ ახალ მერე უკვე მიხვდები, რომ იცი რა, აქამდე თუ მოვედი, შემიძლია განვაგრძო. მე 2008-ში დავინტერესდი ამ სფეროთი. მაშინ Google-იც არ გუგლობდა და მეტაც არ მეტობდა. Facebook-ი იყო. მე დაახლოებით 2012 წლიდან დავიწყე Facebook-ის გამოყენება page-ისთვის. ანუ ლექსების page-ი მქონდა ხოლმე და დევდი უბრალოდ ვაქვეყნებდი თავიდან, მაშინ რეკლამები საერთოდ არ ვიცოდი. 2015-დან დავიწყე ბუსტების გამოყენება და მე დაახლოებით მე მგონი 2017-ში თუ 16-ში მოვხდი IT აკადემიაში, ზუსტად არ მახსოვს. შენ იყავი ჩემი ლექტორი მაშინ. და მაშინ დავიწყე შესწავლა ციფრული მარკეტინგის უფრო ღრმად. და მაშინ გავიცანი ძალიან ბევრი ადამიანი, რომლებმაც აღმოაჩინეს, რომ მათი თურმე რომ ეგონათ, რომ იყო ეს სფერო, საერთოდ არ ყოფილა. და ერთ-ერთი ჩემი დამსაქმებელიც გავიცანი. სხვათა შორის კურსებზე ბევრჯერ მithქვამს, რომ ძალიან კარგი ნეტვორკინგის საშუალებაა. ანუ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს იცნობ ინდუსტრიებს, ან სხვადასხვა ადამიანებს ელემენტარული, რომელიც ნებისმიერ დროს შეიძლება გამოგადგეს, ერთმანეთს რაღაცაში დაეხმაროთ, ისევე როგორც ან უნივერსიტეტის, ან შენი თანაკლასელი და ასე შემდეგ. ყველა კურსი რაც მაქვს გავლილი, მართლა მაგმიზნობრიობით ბოლო წლები, რომ უფრო გამეცნო სფეროს სხვადასხვა წარმომადგენლები და მათთან მე მეგობრა. ნეტვორკინგი მაგიტომ ახსენე სწორედ, რომ მაგმიზნობრიობითაც უნდა შეაფასოთ სასწავლებელი, თუ სასწავლებელში აპირებთ და არა ინდივიდუალურად რომელიმე ტრენერთან, როგორც ალექსანდრია, თუმცა თქვა რომ გაწყვიტა კურსები, რომ ანუ რას მოგცემთ? ცოდნა უნდა მოგცეთ,
კომუნის ნაწილად უნდა იგრძნოთ თავი, ალუმნი კლუბი თუ აქვთ და ზრუნავენ დასაქმებაზე თქვენს რეალურად პრაქტიკის მოცემაზე, ხომ ეს თლად უკეთესია. რასაც ბევრი სასწავლებელი დღეს ვერ აკეთებს. კი, აქვთ, მაგრამ დაწერილზე აქვთ უბრალოდ. ფიზიკურად ვერ აკეთებენ. მაგრამ აი ახლა ბოლო დროს დაიწყო რატომღაც პროპაგანდა, რომ უნივერსიტეტში ჩაბარება აღარ გჭირდება, არ არის კარგი და ისეთ შეგიძლია გამოხვიდე, რაც შენ გაგიხარდება. მე ცოტა ხმები ამას, უბრალოდ უნივერსიტეტში ნახე პრაქტიკულ ცოდნას არ გაძლევს. მოძველებული ცოდნა აქვს. ახლა ზოგ უნივერსიტეტს აქვს კარგი გასაგებია პროგრამები, კარგი ლექტორები, თანამედროვე, რომლებსაც გადამზადება აქვთ არა მარტო ჩვენ ქვეყანაში, არამედ საერთაშორისო უნივერსიტეტებში მიღებული და ეს გაცვლითი პროგრამები, ხო, მაგრამ სახელმწიფო უნივერსიტეტებში დღეს ძალიან, არ ვიცი, თითზე დასათვლელი ალბათ პროგრამები, რომელმაც შეიძლება მართლა მოგცემს რაღაც ღირებულება. მაგრამ ნახე რა ხდება ორი მეგობარი მყავს, ორივე ძალიან ძლიერი დეველოპერია. ერთს უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული, ოღონდ სრულად სხვა პროფესიით და მეორეს არ აქვს, მარტო სკოლა აქვს დამთავრებული. ვიცი ხრაც უნდა თქვა. გეტყვი. ერთმა იცის კომუნიკაცია, ელფოსტით, ხელშეკრულება მთელი ამბები და ეს მეორე მესენჯერში იწერება, ტელეფონით და ეგეთი რაღაც. ანუ უნივერსიტეტი იმისთვის არის საჭირო, ჯერ პრაქტიკას გასწავლის, დისციპლინას და უფრო სხვანაირად უყურებს შემდგომ ყველაფერს და მაინც საჭიროა რომ ჩამოგიყალიბოს ეს სწორი ხედვა ზოგად პიროვნულ ინტელექტს, ზოგად სკილებს, ხო, ზოგად სკილებს გივითარებს, კი ბატონო, მაგრამ ეს აკადემიებმა შეიძლება ჩანერგონ და ადაპტაცია გაუკეთონ რაღაცნაირად თავის სასწავლო პროგრამებში რა. მარტო არ უნდა იყოს ეს ნებისმიერი სასწავლო კურსი მარტო ამ ტექნიკურ სკილებზე არ უნდა იყოს ორიენტირებული რა. ეხლა სხვათა შორის მეც მუშაობ. ნებისმიერმა სასწავლო კურსმა, აბსოლუტურად ჩემი აზრით, გარდა პრაქტიკული რჩევებისა და აი ცოდნისა, რაც ბაზისია რა, აი მარკეტინგში მაგალითად რა არის მარკეტინგი, 4P, რაღაცა 5C, რაღაცა SWOT რა არის და ასე შემდეგ. უნდა გასწავლოს მნიშვნელობა როგორ იმუშაო. უნდა გასწავლოს, მოგცეს ბიძგი იმისა, როგორი არის სამუშაო ეთიკა, როგორი არის სამუშაო კულტურა, ნეტვორკინგი, კომუნიკაცია როგორი უნდა გქონდეს, იმიტომ რომ შენ საბოლოო ჯამში შეიძლება დაასრულო, რომ იცი რაღაც. გააქვს თავში, მაგრამ ვერ იყენებ, ვერ მოქმედებ, ვერ მიყვები ადამიანებს, სამუშაო ეთიკა არ გაგაჩნია. და კი, უნივერსიტეტი ხშირად ამისი ბაზისი არის ხოლმე, ხშირად, მაგრამ ყოველთვის არა. ჩემ შემთხვევაში გამიმართლა ისეთი ლექტორების შემხვდნენ, რომ მათი თეორიული საუბარი იყო ჩემი მომავლის პრაქტიკა. ლექტორების შემხვდნენ ძალიან კარგები და ძლიერები, რამაც ეს საშუალო მომცა. ალბათ, რომ არ ჩამებარებინა მე ზოგადად უნივერსიტეტში ვფიქრო რაღაცას ვიზავდი, მაგრამ აი მაგ ლექტორების ცოდნა და რჩევები გამომადგა იმისთვის ეხლა სადაც ვარ რა. პრინციპში მეც გეთანხმები მანდ. მეც გამიმართლა, მეც კარგი ლექტორები მყავდა, ძალიან კარგი ლექტორები მყავდა, რომლების წყალობითაც, მე მაშინ კოლ-ცენტრის ოპერატორი გაყიდვებში გადავედი და მე მოვხდი მარკეტინგში. და ზუსტად მანდ მიღებულმა ცოდნა მე პრაქტიკის გამოყენება რომ დავიწყე, მართლა მომცა საფუძველი იმისთვის, რომ დღეს აქამდე მოვსულიყავი. ძალიან ბევრი არის ეგეთი სამსახურში, რომ შეიძლება შეგხვდეს მენეჯერი, რომელმაც იცის, რომ რაღაც არის გასაკეთებელი, გეუბნება რომ გასაკეთებელია, მაგრამ თვითონ რომ მისცე, ასე ვთქვათ, ინსტრუმენტები თავისით ვერ გაგიკეთებს. ზოგს ურჩევნია ასწავლოს და მაგით აიღოს თანხა, მაგრამ თვითონ ვერ აკეთებს ვერაფერს. ხო. ეს სისტემური პრობლემა განათლების სამწუხაროდ, რომელიც არა მარტო უნივერსიტეტებში, არამედ თვითონ სკოლებშიც არის. და ეს ყველაფერი იმითია განპირობებული, რომ ძალიან ხშირად იცვლება საპილოტო პროგრამებიც მათ შორის და წიგნებიც, კი, ცვლილებები აუცილებელია, უნდა ხდებოდეს, რა თქმა უნდა, ცვლილებები პროგრესისთვის აუცილებელია, მაგრამ ეს ერთგვარ აჯაბსანდალს ქმნის საბოლოო ჯამში განათლების სისტემაში, რაც მერე ავტომატურად პროფესიებზე და მერე ჩვენს სამუშაო კულტურაზეც აისახება, რაც მერე ბიზნესებზე აისახება და მერე ჩვენი ქვეყანაც შესაბამისად ვერ ვითარდება. აი, ბავშვობაში ვამბობდი სკოლაში რო ვიყავი, რომ ნეტა ისეთი რამე გამოიგონო, რომ ეხლა წიგნს ხო ვკითხულობ და რაღაც შეიცვალა. იქ ხო არ გადაკეთდება ის ასოები და ახალი ჩაემატება. რა მაგარი იქნება მეთქი ეგეთი რამე. საბოლოო ჯამში ძალიან მიყვარს წიგნები, ბიზნეს ლიტერატურა უფრო და მეხმარება ეს პირველ რაღაცაში, მაგრამ რა თქმა უნდა, ეხლა ციფრულ მარკეტინგზე რომ ვიღაცამ დაწერა 5 წლის წინ წიგნი, ეგ всё გამოუსადეგარი არის საერთოდ რა. და
და ეგ ეს პრობლემებს ქმნის და მაგრამ იცი რა არის თან პრობლემებს ქმნის იცი რატო რომ ესე სწრაფი ცვლილებებიც არ არის მან დაუცილებელი კი რამდენად სწრაფადაც იცვლება ინდუსტრია ესე სწრაფიც არ არის აუცილებელი იმიტომ რომ რაღაცა ადაპტაციასთვის გჭირდება დრო რო გაითავისო შენ პროდუქტი რა შეიცვალა შენ როგორც პროფესიონალმა გადაიაზრო გამოყენებაში ჩაუშვა მომხმარებლამდე მიიტანა მე ისევ შეცვლილია და მიდის მუდმივად ეს ეს ციკლი მუდმივად ესე მიდის და მე შეიძლება თუ ფეხი არა უწყე შენ როგორც პროფესიონალმა ერთ დღეს საერთოდ ლაივში დარჩე აი მაგალითად Google-ს ქონდა ესეთი ფუნქცია ტაბში რო წერდი რამეს პარალელურად search-ი ჩნდებოდა უკვე რა მაგის შესაბამისად და შემდეგ მიხვდნენ რომ სისულელე იყო ეს რა იქნებ რას წერდა რაღაც სისულელეს მიგდებს მე Google და გააუქვეს ანუ ლაივში იტესტება ეს ყველაფერი რა ძალიან ბევრი არის მარკეტინგული სააგენტოებიც რა რო შევეხოთ და ძირითადად არის იმიტომ რომ ციფრულ მარკეტერების მართვა კომპანიებს უჭერთ ხშირ შემთხვევაში რადგან შეიძლება არ ყავდეთ შესაბამისი ადამიანი მათთვის ხელმძღვანელის რანგში აყვანილი მაგალითად მარკეტინგის მენეჯერი ან PR-ი და ასე შემდეგ. ეს სფეროც საკმაოდ უკვე გაჯერდა. შენ ქონია გამოცდილებაში მარკეტინგულ სააგენტოებთან როგორც თანამშრომლობა, ასევე შენც მართავ ერთ-ერთ სააგენტოს ციფრული მიმართულებით. ზოგადად სააგენტოებზე სულ ეს რამეს ვამბობ ხოლმე, რომ რა თქმა უნდა ყოველთვის ჯობია in-house გუნდი ყავდეს, იმიტომ რომ ინდივიდუალურად ვერავინ ვერ მიუდგება შენ ბიზნესს ისე როგორც შენი გუნდი. მაგრამ ხანდახან არის ბიზნესები, რომლებსაც სჭირდებათ, რომ უბრალოდ ჩანდნენ და უკვე საჭირო არის, რომ აი თუ წლების წინ კომპანიის ფასადი ყიდდა პროდუქტს, ეხლა საჭიროა, რომ ონლაინ იყო. ისე შეიძლება ვერაფერ ვერ გაყიდო და არავინ არ მოვიდეს შენთან. არის აგენტოები, რომლებიც ინდივიდუალურად უდგებიან, აი მაგალითად იციან, რომ 50 კლიენტზე მეტი არ უნდა ყავდეთ და ცდილობენ, რომ აი 50-ს მიხედონ საკმაოდ ინდივიდუალურად. მაგრამ ამ ხელა კონკურენცია რო გაჩნდა, ამდენი სააგენტო რო გამოჩნდა, ამ ყველაფერმა დაიწყო ბაზრის გაფუჭება. ზოგი ცდილობს, რომ გაუმჯობესოს, ზოგი კიდე ცოდნის ნაკლებობის გამო აფუჭებს, იმიტომ რომ ვერ უკეთებს ისე რაც საჭიროა, ბევრი რამე არ იცის, სხვას თავაზობს უფრო მეც და ამ დროს დამკვეთი უკვე იბნევა. რომელი არიჩიოს არ იცის. თან ბაზრის დემპინგიც წავიდა, ანუ იაფად ცდილობენ რომ რაღაცები აკეთონ და მე ეს ფრილანსერებსაც გვირთყავს, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ინდივიდუალურად ურჩევნიათ რომ სააგენტოს დაუკვეთონ მომსახურება და იაფი გადაიხადონ, ვიდრე ცალ-ცალკე დაიკომპლექტონ გუნდი ფრილანსერებით და შესაბამისი ანაზღაურება გადაუხადონ. მაგრამ მანდაც ისევ და ისევ ვიტყვი, რომ იმ სააგენტოებს, რომლებიც დემპინგით ცდილობენ, რომ ვითომ ბაზრის რაღაც წილი აიღონ, ისეთი კლიენტები ხავთ, როგორი დონის ფასებსაც და მომსახურებას თავაზობენ. ბაზარს მაინც აფუჭებენ, მაგრამ ისევ და ისევ აი ფრილანსერებზე ვამბობთ, ციფრულ მარკეტინგში ორად იყოფიან. ერთი არის, რომელიც 200% ყველაფერს აკეთებს, ვიდეო გადაღება, სოციმედია, აი ყველაფერი აბსოლუტურად და მესმის რომ ზოგ ადამიანს შეიძლება ცხოვრებაში პრობლემა ჰქონდეს და 200% გააკეთოს, მაგრამ მაგაზე არაა საუბარი და მეორე მხარე ვინც ამბობს რომ მე კონკრეტული მიმართულებით მუშაობ. მე მაგალითად ვამბობ რომ advertiser-ი ვარ. დღემდე დიდ კომპანიებში მართლაც სანთლით ეძებენ კარგ advertiser-ებს. ისეთი დეფიციტია. და პატარა კომპანიებში რომლებიც იყვანს ყველაფერშიც სამ თვეში ერთხელ ცვლიან ამ კაცს და მარტივად პოულობენ ახალს. და ეს ბაზარს აფუჭებს. მაგრამ ხანდახან დამკვეთიც აფუჭებს და თვითონ კადრიც, აი რომელს შეხვდება, ასე ვთქვათ რა. ეგ დიდ მნიშვნელობას იღებს ამ დროს ბაზარზე რა. ხო, სულ მაგას ვამბობ, რომ რაღაცეები ბიზნესებს რო ვაბრალებთ ყოველთვის, რაღაცეები ჩვენი ბრალიცაა ფრილანსერების, იმიტომ რომ ჩვენ გამოვიწვიოთ, ან ჩვენ იმითი გამოვიწვიოთ, რომ ვიღაცეებს უფლება მივეცით ჩვენს კოლეგებს, რომ რაღაცეები გაეფუჭებინოთ, ან იმიტომ გამოვიწვიოთ, რომ ჩვენ საკუთარი თავები უკეთ არ დავაფასეთ რეალურად. იმიტომ რომ ანუ ვაკანსიები იდება, ჩემ ჯგუფში ალბათ ნახავდი. თითქმის ყველა ვაკანსია გადის ფილტრს და ყოველთვის ვცდილობ ხოლმე რომ მოვარგო ჯგუფის საჭიროებებს.
ყოველთვის მაქვს კონსულტაციები ხოლმე ვაკანსიების ავტორებთან, რომ აქ ხელფასი არ გაქვს სწორი, იცი, ეს მოთხოვნები ამ პოზიციას არ უნდა ჰქონდეს. ეს ამდენი რილსი რომ ხელფასში გინდას დამწყების დონეზე თუნდაც ამ ძალიან ბევრია გაანახევრა. გავანახევრებინე ერთს მართლა. დამწყები უნდოდა და ჯგუფში მოხდა ისეთი რამ, რომ ფაქტობრივად განთავსებელსაც და მეც გადამიარეს, იმის გამო რომ ასეთი ვაკანსია დავუშვი. მაშინ როდესაც ადამიანი მართლა დამწყებ კრეატორს ეძებდა, რომ ვიდეოები გადაეღო, არ სჭირდებოდა მას დიდი გამოცდილება, უნდა ყოფილიყო, აუთსორსზე, თვეში ერთხელ ან ორჯერ მივიდოდა, რაღაც 10 ვიდეოს გადაიღებდა გარკვეული თანხის სანაცვლოდ და დამუშავებდა. ამის გამო ძალიან დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ჯგუფში და დამკვეთისგან ვინც არის განთავსებული ვაკანსიას, მივიღა ესეთი დამოკიდებულება, რომ იცი რა, მე შემიძლია ეს ვაკანსია ჯობჯიზე დავდო და საერთოდ 200 ლარად ვნახო ესეთი დამწყები კადრი. ვიღაცა მაინც მოვაო რა. და მე მინდოდაო რომ ამ ჯგუფის წევრებისთვის მიმეცაო შანსია. რომ რაღაცა უფრო მაღალ ანაზღაურებაზე შედარებით. რომ მიიღოთ გამოცდილება პრაქტიკული, იმიტომ რომ ხალხი ითხოვს რომ მიიღონ გამოცდილება რაღაც ითხოვნა დაიწყო, რომ სადღაცას მივიდე კარიერულად, დაწინაურდე, ხელი გაგიუმჯობესდეს, ხედვა გაგიუმჯობესდეს, ასწრაფდე, იმიტომ რომ დრო დღეს ძალიან მნიშვნელოვანია, რამდენად სწრაფად აკეთებ და ეფექტურად შენ საქმეს, ყველაზე მნიშვნელოვანია. შეიძლება ერთმა ადამიანმა მთელი ვიდეო ამონტაჟოს მთელი თვე და შენ როდესაც ესე მარტივად მალე შეგიძლია გაკეთება ამის შენი ყველაზე დიდი ფიშკა, ასე ვთქვათ რა. ხო. და საბოლოო ჯამში ეს ადამიანი დარჩა იმედგაცრუებული, ჯგუფის წევრებმა მაინც ვერ გაიგეს, რომ ავუხსენი ჩართვაც ჰქონდა ამ საკითხთან დაკავშირებით, მაინც ვერ გაიგეს, თუ რამ განაპირობაა ჩემი ესეთი რეაქცია. და ეს ყველაფერი იმის საფუძველია რეალურად, რომ სწორედ საგანმანათლებლო დონეზე არ არის ჩადებული არც სკოლაში, არც უნივერსიტეტში, რომ რაღაცით დაწყება არის აუცილებელი და გამოცდილების მიღება იმისთვის, რომ შენ განვითარდე. კი, სტაჟირების კუთხით ძალიან დიდი პრობლემები არის, მაგრამ ახლა მაგ ადამიანს რო გული აუცრუდა, ასე ვთქვათ, ეგეც ხო ზღვაში წვეთია. რეალურად ხო შეიძლება ვინმე გამოჩენილიყო მაგ კუთხით. მაგრამ ახლა უკვე წლებია რეკრუტერები ამბობენ, რომ აი LinkedIn-დან რო შემოდის CV, ყოველთვის უკეთესია ვიდრე სხვა job website-ებიდან. კომპანიები არსებობენ, რამდენიმე კომპანია ბაზარზე, მე ხო ვიკვლევ ხოლმე მუდმივად ამ ვაკანსიებს და რეგულარულად ერთი და იგივე პოზიციის ადამიანზე სადღაც 3 თვეში ერთხელ ანახლებენ ხოლმე ვაკანსიებს რა. სულ უდევთ. ამ შემთხვევაში მივიდივარ ციფრული მარკეტინგის. კი. ამ შემთხვევაში მივიდივარ იმას რამდენ რომ ან აიყვანეს და არ გაუმართლათ მოლოდინები, ან ხელფასი აქვთ არაშესაბამისი, ან ცუდი კორპორატიული სტრუქტურა აქვთ, ცუდი გარემო აქვთ, კარგად არ ექცევიან თანამშრომლებს და ასე შემდეგ რა. რეალურად არადა ეს კომპანიები, რომლებიც ახლა თავში მახსენდება, რომლის ვაკანსიებსაც ხშირად ვნახულობ ხოლმე, საკმაოდ წარმატებულები არიან, კარგი ბრენდები არიან, ხალხს ძალიან კარგად უყვართ, მაგრამ შიგნით თანამშრომლებს როგორ ექცევიან და რა ხელფასებს ახვედრებენ, ეს ხომ რეალურად მეორე თემაა. ამაზე სხვათა შორის წინა გადაცემაში ვისაუბრეთ ალექს ჩიქოვანთან ერთად. ადამიანური რესურსების საკმაოდ ცნობილი რეკრუტერი მესაუბრებოდა, რომ დავაკვირდიო, რომ ბევრ კომპანიაში დამწყები HR-ები ანგრევენ ყველაფერსო. შეიძლება ვიღაც მხოლოდ იმიტომ წასულიყო სამსახურიდან, რომ კარგი ადამიანური რესურსების დეპარტამენტი არ იყო. ამიტომ მაგ კუთხითაც პრობლემა გვაქვს. ყავს ძალიან მაგარი HR-ები, ვფიქრობ, ამ კუთხით საკმაოდ ცნობილებიც არიან და გამოცდილები, მაგრამ რო წამოვიდა ახალი ნაკადი, ზოგს შეიძლება 3 თვიანი კურსი აქვს გავიდა და მაგით ფიქრობს, რომ უკვე HR-ია და მაგ კუთხითაც განათლების ნაკლებობა. ვიდეო წამოვიდით ყველგან განათლების ნაკლებობას დავაბრალეთ ყველაფერი. გამოსავალი რაშია? ჩვენთან ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ თბილისს აწყდება ხალხი და საერთოდ არ ვამტყუნებ მაგ ხალხს. მეც ეგრე ვიზავდი და პრობლემა გვაქვს რეგიონებში ძალიან დიდი. აი ფრილანსერობა მაგას გაუმჯობესებდა. ეს პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობა. ხელმისაწვდომობაში გულისხმობს ხშირ შემთხვევაში უფასოდ განათლება. რეგულარული აპდეიტი სფეროში მიმდინარე მოვლენების და აი სკოლებში, საგანმანათლებლო ჰაბების დანერგვა, რეგიონების დონეზე
გაცილებით გაუმჯობესებდა სიტუაციას და ამ ადამიანებს არა მარტო ქართულ ბაზარზე, არამედ საერთაშორისო ბაზარზე დასაქმების პერსპექტივა გაიხსნებოდათ. რა თქმა უნდა, ამისთვის აუცილებელია ენა. რა თქმა უნდა, რეგიონებში ძირითად შემთხვევაში კარგად არის სწავლება. იმიტომ რომ მასწავლებლები არ არიან შესაბამისად გადამზადებულები. ან უბრალოდ ახალგაზრდებს თავისი მშობლები არ უნერგავენ იმას, რომ სწავლა იმისთვის, რომ ცხოვრებაში რაღაცას მივაღწიოთ, არის აუცილებელი. თუნდაც ისევ და ისევ სამეწარმეო საქმეს მივყოთ ხელი, პროდუქტი გავაშენოთ მიწაზე, მეცხოველეობით დავკავდეთ და ასე შემდეგ. ნებისმიერი საქმის კეთება სჭირდება განათლება. 2019-ში ერთი პროექტი გვქონდა, რომ რეგიონებში რაღაც პერიოდი გავჩერებულიყავით კონკრეტულ რეგიონში და ბავშვებისთვის გვესწავლებინა ციფრული წიგნიერება, კომპიუტერი და ინგლისური. და იყო სპონსორების დაფინანსების ყველაფერი აბსოლუტურად და აი შემდეგ პანდემიამ შეგვიშალა საკმაოდ ხელი. ამჟამად ერთ-ერთი რასაც ვაკეთებ ჩემი ჯგუფების საშუალებით, ჩემი ჯგუფის და არხის საშუალებით არის ის, რომ რეგიონში ძალიან ბევრი მეგობარი და ახლობელი მყავს და იქ სადღაც თავისი მინი ჯგუფები აქვთ Facebook-ში და მანდ ვდებთ ხოლმე ვიდეოებს კომპიუტერის ჩართვა გამორთვა და ეგეთი რაღაცები და ვფიქრობ, რომ ადამიანს რო ასწავლი ინტერნეტის გამოყენებას, კომპიუტერის გამოყენებას და ინგლისურს დაინახავს ძალიან დიდ შესაძლებლობებს და თვითონაც განვითარდება და მაგ კუთხით გვაქვს პრობლემა და საბოლოო ჯამში ეს მზაობა არა აქვთ თითქოს? ესე ფიქრობ რეგიონებში ხალხს? აქვთ მზაობა, ძალიან უნდათ და გულით უნდათ. იმ მასწავლებლებსაც ვერ ვამტყუნებ, ვინც რეგიონებში ასწავლიან, მათ როგორც დაამთავრეს და ისწავლეს, ისევ ეგრე ასწავლიან, რომ განახლება აკლიან ყველაფერს. მზაობა აქვთ და ძალიან უნდათ. აი, რამდენჯერაც ჩაგვიტარებია რეგიონში რამე, აი, მაგ ბავშვის თვალებში დამინახავს, რომ მართლა უნდა სურს. ახალგაზრდებში არ ვიგულისხმე, მზაობა უშუალოდ ახალგაზრდების მშობლებში ვიგულისხმე. რამდენად არის იმის მზაობა, რომ მათ სურდეთ, რომ თავის მაშვილებმა არ დატოვონ რეგიონები, რომ არ წამოვიდნენ ქალაქებში ან დედაქალაქში სამუშაოდ. ანუ პერსპექტივა მათაც უნდა დავანახოთ რაღაცნაირად, რომ იცი რა არის? ანუ არ წყდება, ანუ სოფლის დატოვებით არ წყდება შენი შვილის განვითარება, ანუ რატო? აქაც უდიდესი პოტენციალი არის, უდიდესი პერსპექტივა არის. აქაც შეგვიძლია რომ ვასწავლოთ, რაღაცა მეწარმეობა დაიწყოს, ციფრული მარკეტინგი ისწავლოს კარგად, თვითონ შეძლოს თავისი პროდუქტის მარკეტინგული შეფუთვა, თვითონ შეძლოს დარეკლამება და ამ შემთხვევაში შენს ლოკალურ ბაზარს რო ეშველება, ანუ იმ სოფელს რო ეშველება, დაბას რო ეშველება, რეგიონს რო ეშველება, მე ჩვენ ქვეყანასაც ეშველება და ზოგადი ცნობიერება შეიძლება რაღაც პერიოდში რა, ანუ მაგის თქმა მინდა, მზაობა არის ახალგაზრდებში, მზაობა უნდა იყოს შესაბამისი მათ მშობლებშიც. ამბიცია უნდა ჰქონდეთ, რომ განავითარონ ყველაფერი იქ, სადაც თვითონ ცხოვრობენ. კი, მაგრამ ნახე ისო და ისო იქ მივდივართ, რომ ეს იქნება დამოკიდებული თუ საით გაიხედება ქვეყანა, საით წავა. მაგალითად, რეგიონების განვითარებაში დიდი როლი ჰქონდა USA-ს. და რო დაიხურა ძალიან ბევრს გული დაწყდა, ვისაც ეხმარებოდა ეს ორგანიზაცია და ბევრმა დაწერა ღმერთო გვეშველა კიდევ კაი დაიხურა გუუპოვნენო ეგენიო. ანუ მაგ კუთხითაც საჭირო ცნობიერება რას აკეთებდა, რას აფინანსებდა. თუნდაც ახლა ბაგრატის შენარჩუნებას წყალი რო ჩამოდის, ერთ-ერთი დამფინანსებელი თუ არ ვცდები USAID ან ევროკავშირი იყო და ეგრო შეწყდეს ამხელა ისტორიული ძეგლი არ გვექნება და სწორად უნდა გაიგონ ხალხმა რა არის ჩვენთვის კარგი და რა არის ცუდი. და ბევრი ახლა მიხვდა USAID რო დაიხურა აი მეურნეობაში რამხელა წვლილი ჰქონდა რომ თურმე ეს მაფინანსებდა ნახე ახლა აღარ არის და მე რა გავაკეთო. ანუ დღეს საბედნიეროდ რაღაც გრანტები ისევ და ისევ არის სამ აწარმოე საქართველოსაც აქვს თანადაფინანსების რამდენიმე პროექტიც არსებობს მათ შორის აი მცირე მეწარმეებზე, მათ შორის შეპსეებზე დაახლოებით 90%-იანი თანადაფინანსებები არის 30,000-ის ფარგლებში თუ აქვს მინიმალური ბრუნვა 2024 წელს ესეთი კომპანია არის მაგალითად Loyalty და უბრალოდ ცნობიერება არ აქვს ხალხს შესაბამისი როგორ იყოს მათთვის ეს ხელმისაწვდომი როგორ გამოიყენო შეიძლება არც იციან რომ არსებობს კი ბატონო მათ შორის ციფრული გადამზადების პროგრამებიც არსებობს ახლა სკოლებში რეგიონებში ხალხს შეუძლია მუნიციპალიტეტებში მივიდნენ და რეგისტრირდნენ მაგრამ მეორეა როგორი ტრენერები ატარებენ ამ ყველაფერს იმიტომ რომ არაერთ უნივერსიტეტს აქვს ესეთი პროექტები საერთაშორისო
საერთაშორისო პროექტებით ჩამოტანილი, მაგრამ როგორი ლექტორია სწავლის და როგორ ასწავლის და მე პრაქტიკაში როგორ აყენებინებს, აქ უკვე სხვა თემაა. კი, აი ერთ-ერთ უნივერსიტეტში მასტერ-კლასი იყო ციფრული მარკეტინგის, ასაკოვანი ლექტორი იყო, არ ვაყენებ შეურაცხყოფას არანაირად, მაგრამ უთხრა სტუდენტებს, რომ აი გვერდს რო შექმნით, უნდა უთხრათ თქვენ ოჯახის წევრებს და მეგობრებს, რომ დაალაიქონ. ეგ ხო უკვე შეცდომა არის დიდი. აი მაგაში გეთანხმები ზუსტად ვიცი ბევრი პროგრამა, მაგრამ ლექტორი ვინც ატარებს, თვითონ უნდა ისწავლოს ბევრი რამე რა. და აი დანი კრუგერის ეფექტი თუნდაც რო ავიღოთ და ერთი ექსპერიმენტი ვნახე, 7 ადამიანი დგას ერთმანეთის უკან და ერთს რაღაც ისტორია უამბეს და ამან უნდა მოუყვას მის შემდეგ, იმას შემდეგს და პირველი თუ მაგალითად ავტომობილის ძრავზე ლაპარაკობდა, ბოლო ლაპარაკობდა ციფრულ მარკეტინგზე. ისე უხეშად წავიდა ეს ინფორმაცია და სწორად მიწოდებაც გვინა, თუნდაც რეგიონებშიც რაღაცით მიწოდება, რომ ესეთი რამე არსებობს. აი არჩევნები რო იყო, დრონები გააფრინეს და დრონი ყვირო და წადით არჩევნებზეო და ბევრს გული გაუწყდა რეგიონში, ქვების სროლა დაუწყო. ეგ არ ვიცოდი. ხო და წარმოიდგინე ხა სხვა პარტიები კიდე ფიზიკურად მივიდნენ და შენ რო აქ ხარ ხა ნინი ზექალაშვილი და იცი რომ დრონი ესეთი რამეა და რაღაც ამას ასრულებს, იქ არიციან და შენ უნდა მიხვიდე ისე მიუდგე, როგორც ისინი ჯერჯერობით მიჩვეულები არიან რა. თუნდაც აი სანამ დავიწყებდით ფოტო გაჩვენე, ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ფოტო იყო და პოსტი, მამა შვილთან ერთად დგას ტირის ეს მამა და აიო ბედნიერი მამაო სამედიცინო ჩაბა რომ მისმა შვილმა ხელოვნური ინტელექტის იყო. ვერასხოვებს ხალხი. მეც უკვე VO3-ის ვიდეოებს ცოტაც და ვეღარ განვასხვავებ რა და წარმოგიდგენთ ეს რა საშინელება შეიძლება ვიღაცამ რაღაც შექმნას და ისეთ ადამიანს აჩვენოს ვინც არ იცის, აი ჩემ მეგობრს ბარათის მონაცემები რო შეიყვანა, რავი, ვიდეოში რო იყოს რომ აპოკალიფსი იწყება, შეიძლება კივილით გადახდეს ფანჯრიდან და უკვე პრობლემაა ეს ძალიან. კი, ხელოვნური ინტელექტს მართლა ძალიან ძლიერი პრობლემების გამოწვევა შეუძლია ზოგადად ჩვენს სამყაროში. საკმაოდ საშიშია, მაგრამ ამავე დროს ძალიან კარგი დამხმარე თულია. უნდა იცოდე მისი გამოყენება, ოღონდ დამხმარის დონეზე გამოიყენო, ამაზე პირველ რუბრიკაში ვისაუბრეთ და ძალიან საინტერესო იყო სხვათა შორის. მაგრამ ხო, შენ რამდენად იყენებ? მე ვნახე რომ მეტასაც აქვს უკვე ჩაშენებული მესენჯერში, Ask AI ქვია, აწერია ზემოთ, ჯერ არ დამიტესტავს რაღაც მე მარკს დიდად არ ვენდობი და მგონია რომ ყველაფერს ისევ ჩვენ წინააღმდეგ გამოიყენებ. კვლევა ჩავატარე ამ კუთხით, მაინტერესებდა ერთ-ერთ კომპანიაში, სადაც მუშაობდი, ChatGPT მოვახერხეთ, რომ Ads Manager-ში ადმინად დაგვესო. დავწერეთ ჩვენი API და ქონდა პრომპტი, რომელიც უგზავნიდა ყოველ 3 საათში ერთხელ რა მონაცემებზე იყო რეკლამა და ამ პრომპტს ასევე მოყვებოდა, რომ აი ამ რეკლამის მიზანი იყო მაგალითისთვის ბინების გაყიდვა. ესეთი და ესეთი სეგმენტისთვის. ის ოპტიმიზაციას უკეთებდა რეკლამებს და პარალელურად რჩევებს გვაძლევდა. და ძალიან წარმატებულად იმუშავა მაშინ. მაგის მერე ბევრგან ვიკითხე და არ მინახავს რომ გაუკეთებიათ. ეს ანუ რამდენად რთულია, რამდენად ზვირადღირებულია. დასაკავშირებლად API-ის დაწერა დაგვჭირდა. ძვირი არ დაგვიჭირდა, ნაცნობი და ახლობელი პროგრამისტი 200 ლარი გადავიხადეთ API-ში. მაგრამ საბოლოო ჯამში საკმაოდ კარგი შედეგი დაიდო ამ მხრივ. გამოყენებით საკმაოდ ვიყენებ ავტომატიზაციაში ელფოსტებზე პასუხის გაცემისთვის და ბევრ საკითხში მეხმარება. ანუ შენ ყავს ვინმე დეველოპერი, ვისაც დააწერინე და მოარგებინე შენზე? კი. მაგ კუთხითაც გვიჭირს სამწუხარო და აი მეტასთან დაკავშირებაში და developers for meta რო არის ვებსაიტი, ძალიან ცოტა პროგრამისტი ყავს, ვინც ერკვევა მაგ ყველაფერს. სადე გარკვევა, მაგრამ ვერ გავერკვია. კი ბატონო. ეგეთი ამბავია. ნუ გასაგებიც არის ჩვენ ქვეყანაში დეველოპერების კუთხით სხვა მოთხოვნაა და მაგიტომ მოხდა ესე, მაგრამ შესაძლებელი ყოფილა რა. ციფრულ მარკეტინგის კუთხით პირადად მე ჩემი პრომპტები მაქვს შექმნილი, რომელიც მეხმარება რეკლამირების კუთხით და რა თქმა უნდა SEO ოპტიმიზაციაშიც ჯერჯერობით მსოფლიოში, მათ შორის Google-იც და YouTube-იც ეხლა დაანონსა YouTube-მა ზუსტად, რომ ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ვიდეოები ოდნავ ქვევით იქნება, ვიდრე ადამიანის მიერ შექმნილი ვიდეოები. რომ პრიორიტეტი მაინც
ორიგინალ კონტენტს ექნება და დასაწყისში ვეთანხმები, იმიტომ რომ Reels-ებზე ესე არ არის, short-ებზე. კი, ჯერჯერობით. YouTube-ზე, YouTube-ის short-ებს ხშირად მიგდებს ხოლმე, ჩემ შულს, მე და ჩემი შული მულტფილმებს რო ვუყურებთ ხოლმე. ეს YouTube Kids-იც გვაქვს. ეხლა დაიწყება საავადმყოფოდ და დასაწყისში კარგი არის პირიქით, რომ ადამიანები სწორად შეეჩვენა ყველაფერს, მაგრამ რა თქმა უნდა, ამას ვერ ავიცილებთ თავიდან საბოლოოდ ხელოვნური ინტელექტი ჩვენ ცხოვრებაში უკვე ისეა შემოსული და ისე შემოვა, რომ პროფესიებს გააქრობს, ეს ვიცით. კი, მაგრამ უფრო რეალურად ყველა ხო ამბობს, რომ ვიყენებ GPT-ს. მაგრამ რეალურად რამდენად სწორად იყენებენ. საბოლოოდ იმ ადამიანებს არაფერი ემუქრებათ, ვინც ისწავლის მათთან ერთად მუშაობას და განვითარებას, ხოლო ვინც ვერ, რა თქმა უნდა, მოუწევთ ან სხვა რამის სწავლა, ან როგორღაც ადაპტაცია. ხო, პროფესიონალები ჩემი აზრით უფრო დაფასდებიან, უფრო კარგად გამოერკვევიან ბიზნესები. ელემენტარული ChatGPT-ს კითხავენ, რამდენად კარგად არის საქმე შესრულებული და ის მაინც გააკეთებს იმის დეფინიციას, კარგია თუ ცუდი, ხარისხიანია თუ უხარისხო, მინიმუმ მაგას მაინც ისწავლიან ბიზნესები და ეგ მახარებს. მაგრამ კი პროფესიონალები უფრო დაფასდებიან და რაღაცა ისეთი ახალი მიმართულებები აუცილებლად გაჩნდება, რომელიც ერთ-ერთი მომავლის თანამედროვე გამოწვევებს უპასუხებს. მიმი შემხვდა ერთი, რომ ჯობია ჯანსაღად იყვებო, იმიტომ რომ მომავალი ექიმი, რომელთანაც მისვლას აპირებ, ChatGPT-ს უსვავს კითხვებს. ამიტომ ჯანსაღად იყვებით მეგობრებო. შენ საყვარელი ბრენდები, რომელიც ფიქრობ, რომ ეს რეკლამა, აქ რეკლამა ჩვეულებრივად ვინც გვინდა, ვინც მოგწონს, შეგვიძლია გავაჟღეროთ, იმიტომ რომ არანაირი კომერციული მატარებელი არ არის ეს არხი, ეს გადაცემა. არც სატელევიზიო ჩარჩოები აქვს და არაფერს არ ვარღვევ, კანონმდებლობის კუთხით, მაინც კიდევ გავაჟღერებ ამას. რომელი არის შენი საყვარელი ბრენდები ციფრული მარკეტინგის კუთხით? როგორც პროფესიონალი აფასებ, განა ის რომ ერთია რომ გიყვარს, მოგწონს რა ბრენდი, მაგრამ მეორე რომ გეამაყება, რომ თან მაგარი ტიპია, მაგრა რეკლამებს და რეკომენდაციას რომ გაუწევ მის სოციმედიას advertisers თელ გუნდს საერთოდაც რო არ იცნობდე, თვალით რო არ ყავდეს ნანახი, რომ თქვა რომ იმას რო გუნდი ყავს, მე გირჩევ რომ ეს წაიყვანო სამსახურში. ეხლა რა სფეროსაც დავასახლებ, ორივე სფეროში მეგობრები მყავს, ძალიან მიყვარხართ ორივე სფეროში და ორივე კომპანიაში, მაგრამ ჩემთვის ეგეთი არის TBS. თან მე დასაწყისიდან TBS-ელი ვარ, ასე ვთქვათ. ჩემ გვერდით ჩემი ბანკიაო, მართლა გვერდში დამდგომია ბევრ რაღაცაში და მომწონს რომ TBS-ის ციფრული მარკეტინგის რეკლამები ციფრული მარკეტინგი მოგწონს? კი, როგორც ათავსებენ, რანაირად აკეთებენ, კონტენტი როგორ არის შეფუთული და გარეკლამებული მომწონს. ხო, ბრენდის კუთხიდან მე საქართველოს ბანკი უფრო მომწონს. კი, რატომაც არა. ხო. ამ კუთხით ესე უყურებ, უფრო ჩემი ტექნიკური თვალსაზრისით შევხედე რა. ხო, ანუ შენ კიდე უფრო მიღმა ანალიზებ ბექში რა ხდება, ეგენი იცი და მაგრამ ეხლანდელი ვიდეო ძალიან მომეწონა TBS-ის გავგიჟდი, მაგრამ საქართველოს ბანკს ყოველთვის შეუძლია რომ ჩემს თვალზე ცრემლი გააჩინოს. ბრენდში მაგიტო გეთანხმები. იმიტომ რომ კრეატიული, საკმაოდ კრეატიული თვითონაც გუნდი ყავთ და ყოველთვის აუთსორსზე ხშირად გააქვთ და სააგენტოებს ძალიან კარგად არჩევენ ხოლმე რა. ეს ორი შეიძლება ბანკი ბანალური იყოს, მაგრამ მაშინ ვიტყოდი Coca-Cola. კი ბატონო. ხო, და ქართულ Coca-Cola-ს რა ვიცი, ციფრული მარკეტინგში რა საკეთებენ არ ვიცი, მაგრამ რაც აქვს უფრო ბრენდი. BTL და ATL აქტივობები რაც აქვს, ეგენი კარგი აქვს და ვიცი ვინც არის მაგათი მარკეტინგი. ხო, ჩემთვის ეგეთი მე ვახსენე წინა გადაცემაში ვინ არის ციფრულ მარკეტინგში, რომ ძალიან მომწონს და ბრენდიც ძალიან მომწონს, ველი ძალიან. კი ბატონო. ძალიან მომწონს და ძალიან დიდი მადლობა გიორგის, არ ვიცნობ პირადად, რომელიც ამას აკეთებს, იმიტომ რომ კარგად აკეთებენ, კარგად გვამუშავებენ. ჩვენი ლოიალობა ხო შექმნეს, მომხარებელი ვარ, არ ვიცი მაგათი, ანუ სხვა პლატფორმებისაც, ექსტრაჯისაც მათ შორის, მაგრამ უფრო ხშირად ველის. ექსტრაჯისთანაც მეგობრობ, სერვისი, ხარისხი, ასორტიმენტი, პრომოკოდები, მადლობა ძალიან დიდი პრომოკოდებისთვის, ქეშბექები, მაგისთვისაც ძალიან დიდი მადლობა. მთელი მარკეტინგის გუნდი მუშაობს იმისთვის, რომ მომხმარებელი იყოს კმაყოფილი და
ციფრულ მარკეტინგში არც ძალიან გადაჭარბებული კომუნიკაცია აქვთ, მაგრამ აქვთ იმ დოზით, რომ შეინარჩუნონ სტაბილურობაც არა, გაიზარდონ. ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედია მარხში. ფრილანს ფანჯარა იმიტომ დავარქვი, რომ ზოგადად ფრილანსერები ხშირად არ ჩანან, ერთ ოთახში არიან, ერთი ოთახიდან მუშაობენ და კი შეიძლება სახლში არიან, შეიძლება სხვა ქვეყანაში არიან, მაგრამ თავისი ჩარჩო აქვთ. და ხანდახან საჭიროა რომ აი ამ ჩარჩოს იქით ფანჯრებს გარეთ გაიხედო და ისე იმუშაო. ეს იყო რეალურად აზრი და იდეა ამ სახელწოდების და იმედი მაქვს რომ შესაბამისი ადამიანებთან შეხვედრებით, საუბრებით, აგერ დღეს მაგალითად ალექსანდრე ციფრულ მარკეტინგის სპეციალისტი ადვერტაიზერია და რამდენად მრავალფეროვან პრობლემებს შევეხეთ და საკითხებს მოვედეთ. აი ამ ადამიანების მოსმენით ამ ფანჯრის იქით, ამ ყუთის იქით დაინახავთ სამყაროს თუ რა ხდება. აუცილებლად გაგვიზიარეთ კომენტარებში, ნებისმიერ ქსელში თქვენი აზრები. ვინც გინდათ რომ შემდეგი მოვიდეს, ესეც დაგვიკომენტარეთ და გვიყურეთ. ძალიან მნიშვნელოვანია მხარდაჭერა იმისთვის, რომ ჩვენი საქმე ვაკეთოთ. თუმცა თუ ორი კაცი მაინც უყურებს ამ არხს, ეს არხი მაინც განაგრძობს აუცილებლად სიცოცხლეს. იმიტომ რომ როგორც თქვი, ეს არ არის კომერციული ინტერესების მატარებელი, არც სპონსორი გყავს, არც წარდგენი. თუ ვინმე სენდომება კი ბატონო მივიღებ, მაგრამ ხო, კაი საქმე გვინდა რომ ვაკეთოთ რა და მადლობა შენც რომ კარგ საქმეს აკეთებ. მადლობა. ძალიან ბევრჯერ დამეხმარა ალექსანდრე. უამრავ წარმატებას გისურვებ. ასე. კარგად.